რიგების ქსელის გადატვირთვის ქსელოსლების გადაღების პრობლემა. სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის მიმართ აღნიშნული პრეტენზიები მრავლადაა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მომსახურების მისაღებად რიგში დგომა თითქმის 1 საათი უწევთ. არის შემთხვევები, როცა ტექნიკური ხარვეზების გამო ქსელოსლის გადასაღებად შენობიდან გასული მოქალაქეები რიგს კარგავენ. ადგილობრივები ოპერატორების დამატების საჭიროებასა და პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ფილიალის საპენსიო პაკეტის მოსარგებლე 24,000-მდე საარსებო შემწეობის კი 2,000-მდე პირს ემსახურება. ოფისში სისტემატურად 4 ოპერატორი მუშაობს. დეტალებს თემასთან დაკავშირებით მომდევნო გამოშვებიდან შეიტყობთ. კი ოპერატორები, მაგრამ ყველას თავისი განრიგი განგარიშებული და ერთადერთია, რომელიც სოციალური და უცველობის და დაზღვევის იმას ერთი მაგიდა არის და ორი რა იყოს ძალიან კარგი იქნება. რამდენი ხანი ველოდით ახლა? მე ველოდი 20 წუთი მაინც, მაგრამ ვერ მოვასწარი, რიგი მაქვს დაკავებული და გასული ვარ სხვა საქმეს და უნდა მოვიდე კიდევ. დიდხარ და მიწევს კიდე უნდა გავარკვიო ვაფშე. კიდე უნდა წავიდე. მე ისევ რიგში მოგიწევთ? მე რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვიგია, ყველაფერზე. ამ ხნის ქალს ვინმე არ დაგითმობს, ვინმე არ იმასიტანს. ყოფილა მიმართვებზე პრობლემები, რომ დაუშვათ ან არ მოვიტანეთ, არ გაგვაფრთხილეს ექიმებმა, რომ როგორი დამოვიტანოთ, როგორი არა მოვიტანეთ პატარა და დაგვიწყეს შეურაცხყოფის მიყენება. ქსელები გადატვირთულიაო და არ არის ქსეროქსიო გაჩერებულიაო.